Სტუმარი ვიქტორ ყიფიანი ჯეოქეისის თავმჯდომარე გახლავს. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა ვიცი, სანამ არჩევნებზე გადავალთ, აქციით დავიწყოთ საუბარ. თქვენთვის თუ არის ბოლომდე გასაგები, რა იგეგმება ხვალ 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი წინა შეხვედრისას ვთქვით, რომ პირადად ჩემთვის გაუგებარი არის ესეთი ცნებები, როგორც არის მშვიდობიანი დამხობა და ასე შემდეგ. გაუგებარი არის როგორ ხდება ეს გადაბარება, როგორი არის ტექნიკური, მექანიკური მხარე პროცესის, მაგრამ ვიცი ერთი რამ, სიმართლე გითხრათ, რომ ეხლა მოლოდინები იმდენად არის აწეული თამასე, იმდენად მაღლა არის აწეული, რომ ხვალ აუცილებელი არის ხალხმრავლობა, აუცილებელი არის მაქსიმალურად არა დასკვნითი ნაწილის გამო, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი არის და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სიცხადე პრაქტიკულად ნულოვანია, ისეთი რომ აი ვის შვილს ვისი დედა აიყვანს, რომ კაცი შვილმა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხვალ თუ ქართული საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც თვლის, რომ ასე გაგზელება არის შეუძლებელი და ქვეყანას საჭიროებს ცვლილებებს, მან თავისი ნება არ გამოხატა ასეთი აშკარა და ღია ფორმით. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი საჩუქარი მავნე პროპაგანდისტული მანქანისათვის და ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება წინააღმდეგობის მოძრაობისათვის. ამიტომ ეს არის პროგრამა მინიმუმი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ხალხი, მეტი მობილიზება და მეტი კონსოლიდარება. თუმცა თუ ხვალინდელი ხალხმრავლობა შედეგად არ მოიტანს ხვალვე ისევე ხელისუფლების ცვლილებას, ამაში უფრო მეტ რისკს ხედავენ, რა ვიცი, პოლიტიკაში ჩახედული ადამიანები და ამბობენ, რომ ამან შესაძლებელია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში უიმედობის გაღრმავებას, ზოგადად პროტესტის მიმართ უფრო პროტესტის განელებას, ანუ ამ რისკებს არ ხედავთ? რისკი რა თქმა უნდა არის. ჩვენ რო გავიხსენოთ 2003 წელი, როდესაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ისეთ ცვლილებას, რაც მაშინ მოხდა, ხელი შეუწყო ორმა რამემ, მინიმუმ ორმა რამემ. პირველი, რომ ოპოზიციის მხარეს იყო ცენტრალიზებული და არაფრაგმენტირებული პოლიტიკური ძალა და მეორე მხრიდან ქვეყანას სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძე. აი ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მოხდა დიალოგი და მოხდა კონსულტაცია ხელისუფლების გადაბარებაზე. ეს არის ალბათ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი და მე თუ მკითხავთ პირადად ჩემი აზრი, როგორი არის, ვთქვათ, აი შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით, პირველი გარემოება ქალბატონებმა არის ის, რომ ჩვენ როგორც ბევრ სხვა რამეზე უნდა ვთქვათ, ქართულ პოლიტიკაში უარი მაგალითად სენტიმენტალიზაციაზე, პერსონიფიკაციაზე, მითოლოგიზაციაზე, მითების შექმნაზე, ასევე არსებითი არის უარი ვთქვათ, თარიღების საკრალიზაციაზე. ამდენად მე გამიკვირდება რბილად ვთქვათ, რომ აი ერთ დღეში ან 24 საათიან მონაკვეთში მოხდეს ის, რაც სწორედ აი ამ სენტიმენტალიზაციასა და მითოლოგიზაციას უკავშირდება. ალბათ ხვალინდელი დღე უნდა იყოს გარკვეული პროცესის დასაწყისი. და მე ახლა შემთხვევით არ ვახსენე 2013 წლის ნოემბერი, იმიტომ რომ მე ესე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც მაინც არის გარკვეული პოლარიზაცია საზოგადოებაში და რა თქმა უნდა ჩვენ ვჯერა, რომ ადამიანების რიცხვი, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებები უნდა არის ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენ ასევე არ უნდა ჩამოვწეროთ ანგარიშიდან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომელთა რიცხვი ასევე არსებითი არის. ამიტომ ასეთ ვითარებაში, ასე ვთქვათ, აი პიროსის გამარჯვებაც ვერ იქნება და ამ, ასე ვთქვათ, თოკის ვთქვათ, გადააწევა ერთი მეორეს მხარეს, იმიტომ რომ სხვაგვარად ჩვენ ამ ნავს ამოვატრიალებთ ეს ნავი ყველას თავზე დაგვემხობა, ხო? ამდენად მე ასე ვთვლი, რომ ეს პროცესი უნდა იყოს სწორედ პოლიტიკურ დიალოგში, პოლიტიკურ კონსულტაციაში გადასვლის აღნიშნული, რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ ერთ მხარეს და მეორე მხარეს ეყოფა პოლიტიკური სიმწიფე და გონიერება, ერთ მხარეს და მეორე მხარეს აღმოჩნდებიან ისეთი სუბიექტები და მოქმედი პირები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ქვეყანა შეიძლება სწრაფი, რევოლუციურად ევოლუციური განვითარება და არა რევოლუციური განვითარება. აი ეს ალბათ უნდა იყოს გარკვეულწილად თუ ჩვენ რაღაც დატვირთვა გვინდა ამ დღეს მივანიჭოთ, გარდა ეს ვთქვათ, აი ამ პროტესტის აღნიშვნისა,
ამ პროტესტის გამოხატულებისა, მზაობისა იმისა, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის მზად, რომ შეეგუოს იმ რეალობას, რომელიც არსებობს, პოლიტიკურ ნაწილში ეს უნდა იყოს ალბათ კომპრომისში, კონსენსუსში, დიალოგში გადასული პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ნებავთ შუალედური საარჩევნო ველის გაკეთილშობილება, პოლიტიკური ველის გაკეთილშობილება და უკვე გაისად ვადამდელი ან ახალი არჩევნების დანიშვნა. ხო, აი თქვენი სხვა განვითარება, მოვლენების, სხვა დაბოლოება, სხვა ფინალური აქტი ძალიან რთული წარმოსადგენია. ამის რესურს ხედავთ, ზოგადად დიალოგი, კონსულტაციები ძალიან კარგია და მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, აი ამ უკიდურესი პოლარიზაციის თუ კონფრონტაციის ფონზე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ მხარეებს შორის იწყებოდა დიალოგი და რაღაცა შედეგამდე მიდიოდა, ყოველთვის ამ დიალოგის თუ კონსულტაციების მოთავენი და მედიატორები იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეხლა ჩვენ ასეთი ორივე თუ ყველა მხრიდან ნდობით აღჭურვილი საერთაშორისო გამშველებელი აღარ ყავს. ესეც უნდა მივიღოთ, ამ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. ეს ერთი და მეორეც, აი თუნდაც დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე კობახიძის, რომ ყველა მკაცრად დაისჯება და კიდევ უფრო მკაცრი იქნება მიდგომა და სასჯელი კიდევ უფრო ხანგრძლივი თუ კი ხვალ ვიღაცა ასე ვთქვათ კანონის მიღმა მოიქცევა. აი ხედავთ ამ განცხადებებში რესურს იმისა, რომ კიდევ დატოვა სივრცე ქართულმა ოცნებამ კონსულტაციებისთვის. დიახ, მე სწორედ იმიტომ გავავლე გარკვეული ანალოგია და პარალელი 2013 წლის ნოემბერთან, იმიტომ რომ მეჩვენება, რომ მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი და დოზა ყველა მოთამაშეში იყო შედარებით უფრო მეტი, ვიდრე დღეს ეს შეიმჩნევა. ამიტომ არა ნოსტალგიით ის დრო გავიხსენე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ერთგვარი კონტრასტი გვეჩვენებია. ეხლა რაც შეეხება დღევანდელობას, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ რა მოცემულობა გვაქვს და მანამ სანამ ამ მოცემულობაზე კიდევ ორიოდე სიტყვი ჩვენ კრიტიკულად შეფასებას მივცემდით, გავიმეორებ იმას, რაც გითხარით ეთერის დაწყებამდე. მე ხვალ მივდივა და მე სხვა უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ ეს სწორედ საკუთარ თავს განვაკუთვნებ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც უნდა რეალური და არა კოსმეტიკური ცვლილებები, რომ ასე გაგრძელება არის შეუძლებელი. რომ ეს არის ჩვენი თავმოყარეობის და ჩვენი განვითარების საწინააღმდეგო სვლა. რას ვითაც ეს მივდივართ. ამიტომ ეს შესავალი გავაკეთე, რომ ეხლა უფრო თამამად გადავიდე იმ კრიტიკაზე. ესე იგი, მე ვერ წარმომიდგენია, მე ცალკეულ მონაგლეჯებს რო ვიღებ ინფორმაციის, გასაგები არის ნების ჩვენება, გასაგები არის შეუგებლობის ჩვენება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი არის, როგორ შეიძლება ქუჩის პირობებში, ქუჩის დემოკრატიის პირობებში ან ქუჩის პროტესტის პირობებში რაიმე გარდამავალი ხელისუფლების ფორმირება. ეს ჩემთვის გაუგებარი არის. შეიძლება ჩვენ ახალი აღმოჩენა გავაკეთოთ ამ მხრივ, პოლიტიკურად და სამართლებრივად, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ და სამართლიანად ვამბობთ, რომ ქართული ოცნება გასცდა კონსტიტუციას და ჩვენ მხედველობაში გვაქვს კონკრეტული მისი მუხლის 78 და არა მარტო იქ მეორე თავი, გარკვეული პროცესების შედეგად ჩვენ შეიძლება საერთოდ ამოვარდეთ კონსტიტუციური ველიდან და ეს რას ნიშნავს ქვეყნის სახით? ჩვენ ნანახი გვაქვს. არც თუ შორეულ წარსულში. ამიტომ აი ეს პროცესი რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენ შეიძლება საერთოდ ჩვენს არათუ განვითარებაზე, არამედ აწმყოზე კონტროლი დავკარგოთ და ამით ისარგებლოს არა მარტო დესტრუქტივიზმმა ქვეყნის შიგნით, არამედ გარე დესტრუქციულმა ძალებმა ამის ნიადაგი თუ შეიქმნა ნოყიერი, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ნორმალურ ვითარებაში შემოbrunება ძალიან გაჭირდება. და კიდევ ერთი, რაც ჩვენ ასევე გულწრფელად უნდა ვთქვათ, ყოველ ასეთ არეულობას, როცა საუბარი არის განგზობადობაზე, ხელისუფლების სისტემურობაზე, ან ვთქვათ, ახალი ხელისუფლების მოსვლაზე, უღირი ნიადაგი იქნება ასევე შემთხვევითი ელემენტების, არ მოვერიდები ასეთ სიტყვას, შემთხვევითი ელემენტების ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამის გამოცდილება ჩვენ საკმარისად გვაქვს. ამდენად, როცა ჩვენ გვაქვს ერთი მოცემულობა ერთ მხარეს და ეს მეორე, რომელიც თქვენ თქვით, როდესაც ადამიანი, რომელსაც ეწოდება ქვეყნის პრემიერი, აკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორცაც აკეთებს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი, რომ მინიმუმ მეტად ბუნდოვანი და მეტად გაურკვეველი ვითარება არის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ეს ხალხმრავლობის ფაქტორი, მე იმეც დავიტოვებ, რომ შექმნის გარკვეულ წინაპირობას
რომ ჯერ ეს ერთი საპროტესტო მოძრაობის წევრები უფრო დარწმუნებული იქნებიან საკუთარი მოთხოვნების სიმტკიცეში. და როდესაც შენ დარწმუნებული ხარ, შენ უფრო გონიერი ხდები. ნაკლებად აკეთებ პედალირებას ძალის გამოყენებაზე, ხოლო ხელისუფლება, რომელიც მე მეჩვენება, რომ ეს ბოლო პერიოდი უფრო მეტად რეაგირებს რეფლექსებზე, უფრო მეტად რეაგირებს ფიზიკურ საფრთხესა და რისკზე, ასევე დამყოლი იქნება და სადღაც აი ეს ვთქვათ, აი ამ ორი ნაკადის, ამ ორი დინების გადაკვეთაზე შეიძლება რაღაც რაციონალი, კომპრომისი, პრაგმატული მიდგომა წარმოიქმნას. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა განვითარება ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მარტო ვიზუალურად წარმოუდგენელი არის, არამედ ქვეყნის ხვალინდელი დღის გადმოსახედიდანაც. თუმცა აი ხვალინდელ პროტესტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი არის დარჩენილი. არსებობს თუ არა კიდევ და რა საშუალება არსებობს, რა რესურსი არსებობს იმისა, რომ აი ეს რისკები, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომელთაც შესაძლებელია ისარგებლოს არა მხოლოდ რაღაცა ქვეყნის შიგნით დესტრუქციულმა ძალამ, არამედ ჩვენმა ოკუპანტმა ქვეყანამ, ეს რისკები ამ რისკის წინაშე ქვეყანა არ აღმოჩნდეს. ჯერ კიდევ არსებობს ამის რესურსი, რომ ხიფათი, რომელიც შესაძლებელია ხვალ განვითარებულ მოვლენებს მოყვეს და ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ოპოზიციას ან აქციის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ შესაძლებელია ნებისმიერი პროვოკაცია გადაიზარდოს ძალიან მძიმე პროცესში და ამას ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი, როგორი მძიმე მოსასმენი და კიდევ უფრო მძიმე სათქმელიც არ შეიძლება იყოს. ეს რისკები ნამდვილად არსებობს ხალხმრავლობის, სხვათა შორის აი სწორედ იმ ხალხმრავლობის პირობებში, რომელიც ხვალ არის მოსალოდნელი. შეიძლება ამისგან დავიცვათ რაღაცნაირად ქვეყანა, შეიძლება წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი და არ დავუშვათ მოვლენების ამ სცენარით განვითარება. მე რა თქმა უნდა თქვენ დანამდვილებით ვერ გეტყვით, როგორი ჩამკეტი მექანიზმები მუშავდება ხვალინდელი აქციის ორგანიზატორების მხრიდან. ჩამკეტი იმ მხრივ, რომ პროცესი არ გავიდეს კონტროლიდან. ამაზე ჩემთვის მსჯელობა უკიდურესად რთული არის. არის სხვადასხვა ხმები, სხვადასხვა მოარული. ზოგიერთი ხმა არც თუ კეთილხმოვანი არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავიტოვოთ იმედი, რომ ასეთი ჩამკეტები არსებობს. მე ვერ გეტყვით თქვენ ვერაფერს ორიგინალურს, ქალბატონოებმა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ აი ეს სიმტკიცე საზოგადოების მხრიდან, რომ ის მზად არის არეგუება იმას, რომ თავი დაუხაროს არსებულ რეალობას, ისევე როგორც ხელისუფლების მხრიდან ახლა დავანებოთ თავის ფაქტობრივი არის, არაფაქტობრივი, აღიარებული, არაღიარებული, ეს ახლა გარკვეულწილად მეორე ხარისხოვანი არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული მექანიზმის მოქმედებაში მოყვანის საშუალება აქვს, მას უკვე ანგარიში უნდა გაუწიო, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ხელისუფლება არის. რომ ხელისუფლებას მეორე მხრიდან იქნება აღმოაჩნდება იმდენი კეთილგონიერება, რომ ასევე საკუთარი წილი პასუხისმგებლობისა საკუთარ თავზე აიღოს. ეხლა მე შეიძლება ძალიან ამაღლება მინდა ჩვენი მოლოდინების, მაგრამ მე სხვა პასუხს ვერ პოულობ, გარდა ერთისა, რომ ორივე მხარემ თუ რამდენი მხარეც არის, უნდა გავაცნობიეროთ რა, რომ ეს ჩვენი ერთი ქვეყანა არის, ერთი სამშობლო არის. ეს ვერ იქცევა ვერც ფულის შოვნის პოლიგონად, ვერც საძალაუფლებო ხელის გადაგრეხვის პოლიგონად. ის რომ ჩვენ დღეს აწმყოში რომ ვცხოვრობთ და ვართ ასეთი რეალობის წინაშე და ვართ მეტად სამწუხარო რეალობის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ 30 წელი გავიარეთ და ვაგროვეთ გამოცდილება, მათ შორის მწარე გამოცდილებაც. თურმე იმისათვის, რომ ისევ ამ ზღვრამდე მისულიყავით. ეს არის მეტად ტრაგიკული სიტუაცია. და მე რო ვიყო ახლა სხვა ქვეყნის მოქალაქე და ეროვნებით არა ქართველი, მე ვიტყოდი რომ ეს არის ასევე ტრაგიკომიკური სიტუაცია, მაგრამ ჩვენ სხვა არაფერი არ რჩება, რომ დავიტოვოთ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ნიშანწყალი იმედისა, რომ კეთილგონიერება, რაციონალი განცდა იმისა, რომ დღევანდელობაში არა მარტო ხვალინდელი გუშინდელი დღე არის ასახული და წარსული, არამედ ხვალინდელი დღე. და ეს პოზიტიური ჯამის პრინციპი, რომელიც ჩვენ არაერთის გამოგვიყენებია თქვენს ხომ, რომ ეს წარმატებას და წარუმატებლობას არის საზიარო, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა და საქართველო ჯერ საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, ალბათ ამის გაცნობიერება რამენაირად უნდა აღმოჩნდეს იმის საკმარისი წამალი და რეცეპტი, რომ ჩვენ ხვალ არ ვიხილოთ ის ან ზეგან მაზეგ, ისი ხილვაც დარწმუნებული ვარ, არც ერთ გონიერ ადამიანს არ სურს. თქვენ თქვით, რომ სადღაც მაქვს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედიო.
ამბობთ ხელისუფლებას და გულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს? თქვენ მას კარგად იცნობთ? იცით, გარკვეულწილად ალბათ კი, ვინაიდან მაქვს ჩემი წარმოდგენა თუ როგორ არის აგებული საძალაუფლებო სისტემა და გადაწყვეტილებათა მიღების, ეს წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ეფუძნება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი კოლეგები ვასრულებდით გარკვეულ პროფესიულ მოვალეობებს, რა თქმა უნდა, ამის მიღმა მე საშუალება მქონდა, რომ არაერთ სხვა საკითხზე გვესაუბრა. ამდენად, სწორედ აი გამომდინარე ამ გარემოებიდან, მე ვერ დავიჩემებ ეხლა, რომ მე მას ვიცნობ. ასეთი განცხადება, რომელიც ჩვენ ხშირად გვესმის ეთერებიდან, არის ალბათ ძალიან თამამი განცხადება, მაგრამ მე და ბატონ ბიძინას პირადად ეხლა მე მინდა ჩემი სახელით გამოვხატო ის დამოკიდებულება, კონკრეტულად ამ მომენტში, ამ გარემოებებში, ამ კონტექსტში, რაც მე არ გამიკეთებია მას შემდეგ, რაც ჩვენი კონტრაქტი დასრულდა ჩვენ ფირმასთან, აი ეს კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ მქონდა მრავალჯერადი და მრავალმხრივი. კომუნიკაცია ძალიან საგნობრივი, ძალიან ინტენსიური. კომუნიკაცია ყოველგვარი ეპატაშის გარეშე. იგივე სტილით მინდა აღვნიშნო შემდეგი რამ, ეხლა მე რა თქმა უნდა არ ვარ მიამიტი, რომ ვინმე ამ ეთერს ეხლა რეალურ რეჟიმში უყურებს, მაგრამ მიჩვეული ვარ ასევე იმას, რომ ყოველი ჩემი ეთერში გამოჩენის შემდეგ იმდენი ენის მიმტანი არის ზოგან სწორად და ზოგან უსწორო ფორმით, რომ ალბათ ეს ინფორმაციაც იმედია ამჯერად სწორი ფორმით მივა. ბიძინა ივანიშვილს მიმართავთ ახლა? გარკვეულწილად ხო, მოდით აი ჩვენ რომ რახან გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ მისი გავლენა მიმდინარე პროცესებზე არის განუზომლად დიდი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს სხვა მონაცემი და სხვა მტკიცებულება, რომელიც აპირისპიროთ ამაზე მიუთითებდეს. ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ალბათ არ არის ქვეყანაში შექმნილი ისეთი ვითარება, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებოდეთ, ვის უფრო მეტად უყვარს საქართველო. მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ ყოველ პირველ თუ არა ყოველ მეორე ქართველს უყვარს. უბრალოდ სიყვარულის გამოხატვის თავისებური ფორმა აქვს. მე არც იმის მომხრე ვარ, რომ საზოგადოებრივი განწყობების გაზომვა ხდებოდეს ქუჩაში გამოსული თავების გადათვლით. ესე ძალიან უსწორო და მახინჯი მიდგომა არის. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება აი პროტესტის გამოხატვის ამა თუ იმ ფორმისადმი. ხა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლება გემოვნების აღქმაზე იყოს დამოკიდებული, ჩემთვის შეიძლება მისაღები იყოს, შეიძლება მიუღებელი. შეიძლება იყოს ისეთი დღის წესრიგი, რომელიც ბოლომდე ვერ ჯდებოდეს ჩვენს გათვითცნობიერებაში, მაგრამ ერთი რამ, რაც ფაქტი არის, ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ საჭიროებთ ცვლილებებს. ჩვენ საჭიროებთ არა კოსმეტიკურ ცვლილებებს, არამედ რეალურ და სიღრმისეულ ცვლილებებს. ესენი უნდა იყოს ცვლილებები არა სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის ის ცვლილებები, რომელთა შედეგად დროა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს ადეკვატურობა, რაციონალი და პრაგმატულობა. დროა ჩვენ ბოდვით პოლიტიკაზე თქვა თუ არის. დროა გავიზარდოთ, დავსერიოზულდეთ, პირველ რიგში საკუთარ თვალში ვცეთ საკუთარ თავს პატივი, ჩვენ მოსახლეობას ვუბიძგოთ იქეთკენ, რომ პატივი გვცეს და მერე საერთაშორისო ასპარეზზე გამოვდიოდეთ როგორც პატივმოყარე სუბიექტი და არა ისე როგორც ეს დღეს ხდება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინას როგორც ამ პროცესების ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეს აქვს განუზომლად დიდი როლი. ეხლაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღრმა კრიზისზე, არის დრო და ჯერ კიდევ არის დრო, მე მაინც აი ყოველთვის ამ მიდგომას ვებღაუჭები. რაციონალის, კეთილგონიერი მიდგომის, რომ მის სიტყვას, მის მოქმედებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი დამოკიდებულება, მათ შორის მე. და მე ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაში არასდროს არც ერთ ეთერში დეტალებში არ წასულარ. მე მაინც შეება შტაბეშტილება, რომ არის იმის საშუალება, თუ შენ თავი მიგაჩნია პოლიტიკურ მოღვაწედ, თუ შენ თავი მიგაჩნია საზოგადოებრივ მოღვაწედ, შენ უნდა გადადგა ის ნაბიჯი დროულად, მანამ სანამ
ქვეყანა შეიძლება გაეხვიოს შეუქცევად პროცესში. მე მესმის, რომ ეს არის რთული. მე მესმის, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად შეიძლება იყოს გარკვეული წნეხი, როგორც ქვეყნის შინი და არა მარტო. რა ტიპის ცვლილება? კონკრეტულად რა ნაბიჯის გადადგმის ეს წნეხი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვან წილად დაბრკოლება. აი ამ გაბედული გადაწყვეტილებისა და ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ისტორია მხოლოდ დღეს ხომ არ იწერება, ისტორიამ შთანთქა ჩვენი წარსული, დღევანდელმა ისტორიამ და ასევე დაწერს ხვალინდელი დღის ფურცელსაც. ძალიან მინდა რომ ბატონმა ივანიშვილმა, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და არა უბრალოდ საპატიო თავმჯდომარემ, არამედ ადამიანმა, რომელსაც ეთქმის წონადი სიტყვა თავის პარტიელებთან და ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან მიმართებაში. საკუთარ თავში პოვოს ძალა, რომ განაპირობოს პროცესების განვითარება ისეთი მიმართულებით, რომელიც ქვეყნის ინტერესებში არის. ვინ შეიძლება, რა შეიძლება იყოს მისი мотиваცია ამ შემთხვევაში? გადაიყვანოს ეს პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან, რა შემთხვევა, ვინ შეიძლება იყოს, რა შეიძლება იყოს мотиваცია მისთვის? მისი мотиваცია შეიძლება იყოს ის ისტორია, რომელიც უნდა დაიწეროს და ეს ისტორია არის ხვალინდელი დღის. მისი მთავარი მოკავშირე, მთავარი პარტნიორი და გვერდში მდგომი არის საქართველო. ამიტომ თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც ქვეყნის შიგნით შეიძლება არსებობდეს მის ირგვლივ, და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს სირთულეები არსებობდეს ქვეყნის გარედანაც, დრო არის, რომ ეს გაბედული ნაბიჯი იქნეს მიღებული, ამიტომ დრო არის დაფიქრების, დრო არის გაანალიზების, დრო არის შეფასების, დრო არის მოქმედების. გადაიყვანოს ეს პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან, კონსულტაციების ფორმატში და სწორედ ივანიშვილს შეუძლია ხვალინდელი დღის შესაძლო სცენარი აბსოლუტურად შეცვალოს და მივიდეთ იქამდე, რაზეც სხვათა შორის სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბოლო პერიოდში, ეს არის 2026 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, არ არის მხოლოდ ხელისუფლების მხრებზე. თანამედროვე ქვეყნის პირობებში მართვის პასუხისმგებლობა კუთვნილი დოზით და პროპორციით ასევე არის პასუხისმგებლიანი ოპოზიციის მხრებზე. ეს ერთი გარემოება. ისევე როგორც ქვეყნის ხვალინდელი დღე ვერ იქნება მხოლოდ ერთი მხარის, ან მეორე მხარის განსასაზღვრი. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამონაწილეობაზე, ბუნებრივია ჩვენ ხელისუფლების თანამონაწილეობას ამ პროცესებში ვერ გამოვრიცხავთ. სწორედ იმიტომ, რომ პროცესები გადავიდეს მართვად, პროგნოზირებად და შედეგის მომტან კალაპოტში და შედეგის მოტანა არ არის მხოლოდ ნორმალური არჩევნებისათვის. დავანებოთ სიტყვას ნორმალურს, არჩევნებისათვის. იმიტომ რომ თვითონ სიტყვა არჩევნები გულისხმობს არჩევანის გაკეთებას მისაღებ ნორმალურ და ცივილურ პირობებში. ნიადაგის შემზადება საამისოდ და მერე ქვეყნის განორმალურება ალბათ იქნება პირველი ნაბიჯი სწორედ იმ ფონის შექმნა, იმ ფონის განმუხტვა, რომლის მოწმენი ჩვენ დღეს ვართ და ასე გაგრძელება, რა თქმა უნდა, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, არც თქვენ, არც მე არაფერს ასიკეთოს არ გვიქადის. ამდენად, სწორედ როდესაც მე ეს ჩემი აზრით საგნობრივი ჩართვა გავაკეთე, თუმცა ვეცადე ძალიან პოეზიაში არ წასულიყავი და მეტნაკლებად პროზაული წახნაგები შემენარჩუნებია, მე აბსოლუტურად როგორც ადამიანი, რომელიც რეალიზმს არ არის მოწყვეტილი, ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ასეთი მიმართვა, რომელიც შესმენილი იქნება, ან არ იქნება, მაღალი ხარისხით არ იქნება, მაგრამ მე ჩავთვალე აუცილებლად, რომ პირველ რიგში ჩემი თავის წინაშე ყოფილიყავი მართალი, იმიტომ რომ ვიცნობდი რა გარკვეულწილად სისტემას წლების განმავლობაში. ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, მქონდა რა ურთიერთობები პერსონალური ხასიათის და არა მარტო პროფესიული ხასიათის, მე მაშინაც ვთვლიდი, რომ ჭეშმარიტი პარტნიორობა, გუნდურობა მათ შორის არის იმაშიც, რომ მართალს მართალი უწოდო, სწორს სწორი უწოდო და უსწოროს უსწორი უწოდო. ამიტომ მაშინაც მოქმედებდი ამ ფორმულით, მან ეს კარგად იცის ძალიან, ეხლაც ვაგრძელებ და მიუხედავად კონიუნქტურული მოსაზრებებისა, ჩემი პირადი მიდგომა ყოველთვის ასეთად დარჩება. მადლობა, ბატონო ვიქტორ, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯეოქეისის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მართლმსაჯულების სახლის